Ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას პრემიერ-მინისტრის ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლებისა და სექტორის განვითარების მიზნებს დაეთმო. წლევანდელი ზაფხულის სეზონი შედის ნელ-ნელა ძალაში და ამ სეზონის ერთი ნაწილია ის ღონისძიებები, რომლებიც ზაფხულის და არა მარტო ზაფხულის თვეების განმავლობაშია დაგეგმილი. პროექტი Starring Georgia ქვეყანაში ტურიზმის და გასართობი ინდუსტრიის განვითარების, ასევე საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. ამ გეგმების ნაწილი აღმოჩნდა 2025 წლის სეზონისთვის შეკვეთილში ატრაქციონების პარკის სათანადო მომზადებაც. ამ თემებზე სასაუბროდ შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში Starring Georgia-ს მენეჯერი ციცი იაშვილი. ციცი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. რაკი წლევანდელი სეზონის მზადების ნაწილია პარკში ჩატარებული მასშტაბური სამუშაოები. ჩვენც ამ ნაწილით დავიწყოთ საუბარი, რატომ არის გამორჩეული წლევანდელი სეზონი პარკისთვის, რა განსხვავებული კონცეფციით დახვდება წელსის ვიზიტორებს, რა გითხრათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და პირველ რიგში მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ შემიძლია პირდაპირ ეთერში მოყვე ჩვენი პარკის განახლების პროცესის შესახებ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენთვის ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლო არის ის, რომ Starring Georgia-ს დიდ ოჯახს შემოემართა კიდევ ერთი ატრაქცია, რომელსაც ციცინათელას პარკი ჰქვია და რომელიც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ატრაქცია არის, ხო? დამეთანხმებით ამაში და შესაბამისად ხვალ მნიშვნელოვანი დღეა 6 საათიდან გაიღება ციცინათელას პარკი და პირველივე წამიდან ყველა სტუმარი აღმოჩნდება ახალ ზღაპრულ ატმოსფეროში, რომელიც მომენტალურად შესამჩნევი არის. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი იმას, რომ განახლების პროცესზე, ანუ ვიზუალურ ნაწილზე იმუშავა საკმაოდ დიდმა ჯგუფმა, აქტიურად იყვნენ ჩართულები მხატვრები და დეკორატორები, რაც აქაურ გარემოს მართლაც რომ უნიკალურს ქმნის. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მეორადი სიცოცხლე მიგვენიჭებინა და შესაბამისად აქ მოსულ სტუმრებს მაშინვე თვალში შესამჩნევი იქნება ეს სიახლეები, რომელიც მეორადი მასალებისგან არის შექმნილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, შეცვლილი არის პარკში მოქცევის წესები, შესაბამისად არის განსაზღვრული სპეციალურად მოსაწევი სივრცეები და ასე შემდეგ, ასე რომ პირველ რიგში ყველა იმ ადამიანს, ვინც გეგმავს, რომ ხვალიდან ესტუმროს ციცინათელას პარკს, პირველ რიგში ვთხოვ, რომ გაიცნოს ციცინათელის წესებს და მერე უკვე ვთხოვ, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ამ პარკის სისუფთავეზე და უსაფრთხო გარემოზე. ხო, აი რაც შეეხება სამუშაოებს, ციცი, თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული ტექნიკურ ნაწილზე და უსაფრთხოებაზე. აი ამ მიმართულებით მეტი რო გითხრათ, აი მაგალითად ვიზიტორისთვის რა დატვირთვა აქვს აი ამ დეტალების ცოდნას და ასევე სამუშაოებში ადგილობრივების დასაქმების კომპონენტზე. აქვე ვიტყვი მაშინ იმას, რომ სრულად არის განახლებული ორი ატრაქცია და ტექნიკურად განახლებული არის აბსოლუტურად ყველა ატრაქციონი, იმიტომ რომ როგორც თავში ვახსენე, ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ ეს არის ოჯახური, გასართობი სივრცე, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი სტუმრობს, ხო? შესაბამისად, სიახლეების ნაწილი რომ გავაგრძელო, ვიტყოდი, რომ 2 ფუდკორტი არის დამატებული და 1 უალკოჰოლო ბარი და სიამაყით ვიტყვი, რომ ამ ნაწილში სრულად გუნდი დაკომპლექტებული არის ადგილობრივი მოსახლეობით და ესეც ერთგვარად დამატებითი სიამაყე არის ჩვენთვის, რომ ყოველწლიურად Starring Georgia ახერხებს, რომ უფრო და უფრო გაზარდოს რიცხობრივად ჩვენს მიერ ორგანიზებულ პროექტებში ჩართული ადგილობრივი ახალგაზრდების რაოდენობა და ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თავისივე საცხოვრებელთან ახლოს მისთვის საინტერესო სამსახურის პოვნა. ციცი, რაც შეეხება Starring Georgia და მის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ უკვე ჩატარებულ ღონისძიებებს, რამდენიმე უკვე ვიხილეთ, ასევე ველოდებით რამდენიმე ვარსკვლავის კონცერტს, გარდა უკვე ცნობილია დაანონსებული კონცერტებისა, უმზადებს თუ არა Starring Georgia მაყურებელს წლევანდელ სეზონზევე დამატებით სიახლეს და აქვე რომ შევაჯამოთ რა მასშტაბისაა ის რიცხვები, რითაც ეს თქვენი პროექტი წლევანდელ ტურისტულ შედეგებზე აისახება. დიახ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძირითადი ღონისძიებები უკვე დაანონსებული გვაქვს. პირველი დიდი ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია და ყველამ კარგად იცით, ეს არის 23 ივლისი Justin Timberlake. მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება Starring Georgia-ს შემთხვევაში, იმიტომ რომ 15 ივლისს მაგალითად ჩვენთვის საყვარელი და საამაყო პროექტი სოციალური სივრცე გვაქვს გასახსნელი. წელს კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტი გვაქვს დასაანონსებული.
დასანუსებელი და თვითონ უკვე სივრცეში რამდენიმე ქართული აქტი გვაქვს დასანუსებელი. ნუ პრინციპში ამას ჩვენი გულშემატკივარი უკვე ჩვენ სოციმედია არხებით გაიცნობა. თვითონ რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვან ციფრებს და მნიშვნელოვან წინსვლებს Starring Georgia's შესახებ, ამაზე პრინციპში უკვე ციფრები მეტყველებს და სტატისტიკა გაყიდული ბილეთების, იმიტომ რომ პირველ წელს მაგალითად თუ ვამაყობდით იმით, რომ 30,000 ბილეთი გავყიდეთ 7 საათში Imagine Dragons-ის შემთხვევაში, დაახლოებით 2 თვის წინ ჩვენივე რეკორდი, ჩვენი თვე გავამჯობესეთ და 5 საათში 50,000 ბილეთზე მეტი გავყიდეთ Justin Timberlake-ის შემთხვევაში. ანალოგიურის და არის საზღვარგარეთიდან, ანუ უცხოური მისამართით ნაყიდი ბილეთები და შესაბამისად ციფრები მეტყველებს პროექტის მნიშვნელობაზეც, პროექტის დაზეც და იმაზეც, რომ საქართველოში ნამდვილად გვინდა, ნამდვილად გვეკუთვნის და ნამდვილად არის მოთხოვნადი მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომელსაც ქვია საერთაშორისო სტანდარტით ღონისძიებების ორგანიზება. დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღეს ქრონიკის ეთერში გვერდებოდა Starring Georgia's მენეჯერი ციცი იაშვილი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია.